მოგესალმებით ყველას ჩემო YouTube-ის მაყურებლებო, თქვენ მოხდა ახსენებთ რეობა საქართველოში და ამ ვიდეოში იხილავთ თუ რა უნდა ვაჭამოთ, როდესაც დაგვიყრეს ბაჭიებს. აგერ განახეთ ჩემს პატარა ბაჭიებს აგერ დაძრომიალებენ. ორი ცალი მოუგდა, მაგრამ არ აუშავს. დედას თითქმის არც ერთი არ გავს და ეს პირველად ჩამომჩნია ერთი. ორი მოუგდა, მაგრამ არ აუშავს. 1 2 6 გავს, 5 რატომ მეგონა? მაინც ხელს არ მოვკიდებ ახლა ის. ოპა, 6 ყოლია. 6 ყოლია ძალიან გამიხარდა მეგობრებო, როდესაც წაყარა. 8 დაუყრია თურმე და 2 მოუგდა, 1 და მკვდარი დაბადა და 1 თივა მიიფარა და მოკვდა. არა უშავს, მოდი ახლა გამოვთავ ფანარს, რომ არ შეჭამოს ან რაღაცა. მაგდაგვარი პირველ რიგში, როდესაც ბოჩვერ დაგვეყრის, თუ დაუყრია, დაუბანოთ ხელები და მოაქციოთ ერთად. თუ ბევრი დაგვუყარა 14 15, მაგალითად დაგიყარათ თქვენ იმ ბოჩვერმა 4 ან 5. მე ის ბაჭიებს გაასუფთავეთ დედის ბუდისგან ამოიყვანთ, 3 იქნება თუ 2 იქნება, გადაусმევთ მეორე დედალს და ან თუ იმასაც ბევრი ყავდა სამწუხაროდ ბაჭიები უნდა გადაყაროთ, თორემ ყველას ვერ მიხედავს. და შემდეგი არის მუდმივად წყალი და საკვები, თორემ მაშინ შეიძლება შეჭამოს. აგერ ჩვენი გოგო მიერთმევს და აგერ ძალიან მიხარია რომ დამიყარა. არ ვიცოდი იმ დღეს რა მეიქნა და წავედი ეგრევე ბალახს მოსატანად ღიჭა. თლიანად ღიჭები მოვიტანა ქვეყანა და ღიჭას ჭამენ, ღიჭა არის რძი აქვს და ძალიან კარგი. მე კიდევ მივეცი ვაშლი. იმ დღესვე მივეცი ვაშლი, ჭამს მშვენივრად და რძეც კარგი გქონდა, რა თქმა უნდა. და შემდეგი არის სტაფილო. სტაფილო ძალიან კარგია ბოთრისთვის, ჭამს მშვენივრად. სტაფილო მივეცი. შემდეგი არის კარტოფილი. მასაც ვაძლევდი ხოლმე და ახლა რა ვიცი, აღარ ვაძლევ. გრანულს ჭამს და მეტი რა უნდა. წყალი აქვს, ცივა აქვს, ყველაფერი აქვს. მაგერ ჩემი ბიჭებს თვალები უკვე ახელილი აქვთ. დარბიან ხოლმე, ზოგჯერ გარეთკენაც გამოდიან და ბევრ თივას დაბლაუფენ, იმიტომ რომ ფეხი არ გაეყინოთ ან რაღაცა, მაინც მეშინია და დღეს ახლა ჩაუყარე და ახლა ჩაუყარე. გამოვა მაგალითად ხელს არ შევახებ, მაინც რომ შეჭამოს. უკვე ბეწვიც აქვს წამოსული. ათ შეიძლება ქეც უნდა გამოიყვანოს და არ ვიცი რამდენ ხანში უნდა გამოიყვანოს. ვინმე თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში, ძალიან დიდი თხოვნა იქნება. მაგალითად კიდევ მივცევ სხვადასხვა სამყურას, რა თქმა უნდა, ერთი დღე გავაკნობ ყველაფერს და შემდეგ კი ვაცლევ. იქითკენ გადმოვიყვანე ახლა კალიფორნიული და იქითკენ გავანამიზი ცალ-ცალკე. თითქმის უკვე 3 თვისები არიან და მამალი აწვალებდა და მაგითო გადმოვიყვანე. ის ნაცარას დამიწერა ერთმა ადამიანმა კომენტარებში, რომ ნაცრისფერს ნაცარა დაარქვია და დღეიდან იმას ერქმევა ნაცარა. როგორც თქვენ კალიფორნიულს პატარას დავარქვით სანცარა. და თურმე კალიფორნიულ უნდა შეჯვარო 4 თვისას რა. თუ არა შეიძლება აღარ შეჯვარდეს მე. ხო და მოკლედ ეს მინდოდა რომ მეთქვა ამ ვიდეოში. ყველას დიდი მადლობა ვინც ჩემს არხს უყურეთ და კიდე შეგახსენებთ. 15 გამომწერზე ვაჩენ სახეს. აბა თქვენიც დალაიქეთ და კომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. ყველას დიდი მადლობა წინასწარ. აბა ნახვამდის თქვენიცით.